ბევრისგან მსმენია, რომ მაგ შაურმა ის აღარ არის, რაც ადრე იყო. გემო, რომლის გამოც საათობით ვიდექით რიგებში, სადღაც გაქრაო. მაგ ინფორმაციის გაგების შემდეგ გადავედი Google Maps-ში. სიტყვაზე მაგ შაურმას ცუდი შეფასება არ აქვს. 4.1. თან ძირითადად დადებითი კომენტარებია. აი მაგალითად, მარიამი წერს: საუკეთესო მომსახურება, მეგობრული და სიყვარულები. შაურმა სასწაული გემრიელი. მე შაურმე 10-დან 10. თუმცა ასევე ცუდი კომენტარებიც არის. მაგალითად აი აგერ. ასეთი უარგისი, შეუმწვარი, უგემური შაურმა არ მიჭამია. აი აგერ კიდევ ერთი. ადრე აქ გემოსთვის მოვდიოდი, ახლა მხოლოდ იმედგაცრუების გამოცდილებისთვის. უმი ხახვი, პომიდორი ნაჭრება და სრულიად დაკარგული ძველი სული. თუმცა კომენტარების წაკითხვას სჯობს ჩვენით გავარკვიოთ. ხელში მაქვს სტანდარტული მაგ შაურმა, რომელიც არის მათი ყველაზე პოპულარული აიტემი. სიტყვაზე, რატომღაც სალი მხარე უფრო დატოსტერებული არის ვიდრე მეორე, რის გამოც შაურმა ცოტათი არ იყოს და იშლება. ეგ ცოტათი ცუდი არის. ოკეი? დავიწყეთ. ამის თქმა მიჭერს, მაგრამ სტანდარტული გემრიელი შაურმა. ხორცი უგემრიელესი, соусიც იდეალურად არის, ბოსტნეულიც ყველაფერი არის, მოკლედ. კლასიკური მაგ შაურმა. მეორეჯერ ვიყიდი თუ არა? კი. ანუ კარგია, გემრიელია. საბოლოოდ რის თქმა შემეძლია. და ლაიქეთ ვიდეო, გამოგვიწერეთ, რომ არ გამაზოთ ბევრი ახალი გემრიელი ვიდეოები.